ეს სამწუხარო დღეა ავსტრალიელი ქალებისთვის, რადგან კიდევ ერთი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც საკმარისი ყურადღება არ ექცევა, კიდევ უფრო მეტად არ თმევს მათ თავისუფლებას და უსაფრთხოების უფლებებს, რადგან სწორედ ამას ეხება ეს გადაწყვეტილება. ეხლა თუ თქვენ არ ხსმენიათ საქმე ტიკლი გიგლის წინააღმდეგ, ალბათ ავსტრალიელი არ ხართ და ეს საქმე სულაც არ არის ხუმრობა, როგორც შეიძლება სახელიდან მოგეჩვენოთ. ეს სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა ქალებისთვის. მაშ, რა მოხდა დღეს? ფედერალურმა სასამართლომ გადაწყვიტა ერთი წამით, რომ ტრანსქალიები ნამდვილი ქალები არიან. რას ნიშნავს ეს? მოდით დეტალურად განვიხილოთ, რა მოხდა სინამდვილეში და რა კონტექსტში ვითარდება ეს ამბავი. 2020 წელს ავსტრალიელმა მეწარმემ Sal Growerმა შექმნა ქსელური აპლიკაცია სახელად Giggle for Girls, რომელიც განკუთვნილი იყო მხოლოდ ქალებისთვის და ხშირად აღწერდნენ როგორც უსაფრთხო სივრცეს ან ონლაინ კავშირსაფარს ქალებისთვის. სასაუბრო ქსელური ურთიერთობებისთვის, მხარდაჭერისთვის, თანამობინადრეების მოსაძებნად, ფრილანსინგისთვის და სხვა მსგავსი მიზნებისთვის. როგორც ყველამ ვიცით, ჩვენი სამყარო შეიცვალა და უფრო არაუსაფრთხო გახდა, რის გამოც ქალები სულ უფრო მეტად გრძნობენ, რომ მათ სჭირდებათ სივრცეები მხოლოდ მათთვის. ზოგიერთ ქვეყანაში ისინი ითხოვენ, რომ სავარჯიშო კაბინები იყოს მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი სპორტ-დარბაზები და სხვა მსგავსი სივრცეები. რათა არ იგრძნონ თავი დაუცველ სივრცეებში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება თანამობინადრეების პოვნას და მსგავს საკითხებს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს აპლიკაცია. მან გამოიყენა ხელოვნური ინტელექტის სახის ამოცნობის ტექნოლოგია self-ებზე, რათა დაედასტურებინა, რომ მომხმარებლები არიან ქალები და ეს ეფუძნებოდა მათ დაბადებისას მინიჭებულ სქესს. მათ პირდაპირ გამორიცხეს ტრანსქალიები, რადგან როგორც ბევრი ქალი გეტყვით, ისინი არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ ტრანსქალებთან მათი ბიოლოგიური განსხვავებების გამო. კარგი, ეს არ არის საუბრის მთავარი თემა. აპლიკაციას დაახლოებით 20,000 მომხმარებელი ჰყავდა, სანამ 2022 წელს სამართლებრივი დავის ფონზე არ დაიხურა. გროვერმა ეს წარმოადგინა როგორც ქალების პირადულობისა და უსაფრთხოების დაცვა. აბა რა მოხდა საბოლოოდ? იყო ტრანსქალი ახალი სამხრეთ უელსიდან სახელად Roxanne Tickly. მან აპლიკაციას 2021 წლის დასაწყისში შეუერთდა. მისი საწყისი selfie ხელოვნური ინტელექტის შემოწმებამ გაიარა. რამდენიმე თვის შემდეგ Growerმა, ანუ იმ ადამიანმა, ვინც აპლიკაცია შექმნა, მისი პროფილი გადაამოწმა და წაშალა. გადაწყვიტა, რომ Roxanne მამაკაცად იყო დაბადებული. Ticklim შემდეგ გადაწყვიტა Ticklim, ეს მამაკაცი ქალი, გადაწყვიტა 2022 წელს სასამართლოში ეჩივლა. ამტკიცებდა, რომ გენდერული იდენტობის საფუძველზე უკანონო დისკრიმინაცია მოხდა. ეხლა 2024 წელს. უკვე 2 წლის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს დისკრიმინაცია იყო ამ ტრანსგენდერი ქალის მიმართ და სასამართლომ დაადგინა, რომ ავსტრალიის კანონმდებლობაში სქესი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური ან ბინარული და შეიძლება შეიცვალოს. Ticklis მიენიჭა $10,000 ზიანის ანაზღაურებისა და ხარჯების სახით და ბოდიშის მოხდას არ დაავალეს, მაგრამ 2026 წლის მაისში სააპელაციო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. და აი რაც ახლა მოხდა. საჩივარი უარყოფილ იქნა. თავდაპირველი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა და კიდევ უფრო გამყარდა. სასამართლომ დაადგინა, რომ პირდაპირი დისკრიმინაცია ორჯერ მოხდა, გამორიცხვა და მიღებაზე უარი. ზიანის ანაზღაურება გაორმაგდა და გახდა 20,000 კარგი. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ფედერალური სასამართლო საქმე, რომელიც ამოწმებს გენდერული იდენტობის დისკრიმინაციას სქესის დისკრიმინაციის აქტის ფარგლებში. და დებატი ეხება იმას, შეუძლიათ თუ არა მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ აპებს ტრანსქალების გამორიცხვა. ეხლა მინდა რომ კონტექსტი გაგაცნოთ, რადგან ეს არის ქალი, რომელზეც საუბარია. ეს არის ტრანსქალი, ეს არის ტიკარის ტიკლი. კარგი. ეს არის ქალი თუ კაცი იმის მიხედვით დღეს როგორ გძნობთ თავს. და ეს ძალიან სამწუხარო დღეა ავსტრალიელებისთვის, რადგან დღის ბოლოს ამ ტრანს მოძრაობასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, რომელსაც ვხედავთ. სრული თანაგრძნობა მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ებრძვის გენდერულ დისმორფიას და გრძნობს, რომ არასწორ სხეულში დაიბადა. მართლა ვერ წარმომიდგენია რა რთული მდგომარეობაა ეს. ამავე დროს თუ ბიოლოგიური განსხვავებებით დაიბადე, ბევრ შემთხვევაში ეს საფრთხეს უქმნის ქალებს, რომლებსაც შენგან განსხვავებული მახასიათებლები აქვთ. ეს საკმაოდ მარტივი არგუმენტია. ეხლა ეს პოსტი დაწერა იმ ქალმა, რომელიც ამ სარჩელის წინა ხაზზე დგას. როდესაც ვუახლოვდებით გიგლისა და Ticklis საქმეზე გადაწყვეტილებას, მახსენდება, რომ ავსტრალიის ადამიანის უფლებათა კომისიაში მივიღე საჩივარი გენდერული იდენტობის დისკრიმინაციის შესახებ, როცა 14-დან 15 კვირამდე ორსული ვიყავი. ავსტრალიის ადამიანის უფლებათა კომისია არასოდეს ყოფილა ნეიტრალური, ის თავიდანვე გენდერული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იყო. იმ დროს, როცა ისინი საუბრობდნენ დაბადებისას მინიჭებულ სქესსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, მე 20 კვირის ორსული ვიყავი და გავიგე, რომ გოგონა მეყოლებოდა. საჩივრის მოსაგვარებლად და იმისთვის, რომ საქმე ფედერალურ სასამართლომდე არ მისულიყო, დამჭირდა დამეთანხმებინა, რომ მას შეეძლო ჩემი შექმნილი მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელის აპლიკაციით ესარგებლა.
დაუშვა რომ ყველა მამაკაცს შეეძლოს განაცხადოს რომ ხალი არის აპლიკაციაში, ბოდიში მოუხადო, დავესწრო სქესისა და გენდერის საგანმანათლებლო კლასებს, გადავიხადო $20,000, ვაკონტროლო ყველა კონტენტი მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ პლატფორმაზე, რათა მამაკაცები, რომლებიც აცხადებენ რომ ქალები არიან, ამ კონტენტით არ შეურაცხყოფილიყვნენ. ისინი არასდროს განიხილავდნენ სერიოზულად ჩემს არგუმენტს, რომ მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი სივრცეები კანონიერია. ყოველთვის ბრძნობდი, რომ მათი პოზიცია იყო: კი, დამნაშავე ხარ, აღიარე და შეეგუე. როდესაც ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მასშტაბის საქმე მქონდა გასაკეთებელი, ჩემს ქალიშვილზე ვფიქრობდი და იმაზე, რომ საბოლოოდ მას ვასწავლიდი, თავი დაეცვა და სწორად მოქცეულიყო. როგორ შევძლებდი ამის გაკეთებას, თუ მე თვითონ გავიქცეოდი, როცა რამე ძალიან რთული მომეჩვენებოდა? მე უარი ვუთხარი იმას, რასაც ისინი მთავაზობდნენ. ციკლმა ფედერალურ სასამართლოში სარჩელის 60 დღეს შემდეგ შეიტანა და დაიწყო საქმე ტიკლი-გიგლის წინააღმდეგ. ახლა ყველას შეგახსენებთ. ეს მთელი დებატი ისე გამოიყურება, თითქოს ტრანს ადამიანების უფლებებს ეხება, მაგრამ საბოლოო ჯამში სინამდვილეში საქმე ქალების უფლებების დაცვას ეხება. ეს ეხება იმას, რომ ქალებს უნდა კონდეთ სპორტში მონაწილეობის უფლება, კონდეთ მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი სივრცეები და ამ სივრცეებში არ უნდა შევიდნენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გადაწყვეტენ, რომ ქალები არიან. ეს არის ქალის უფლება. ამას ტრანს ადამიანების უფლებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს მხოლოდ ქალების დაცვას ეხება. ამერიკაში, სადაც უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს ტრანსგენდერების სპორტში აკრძალვებს, ეს გადაწყვეტილების ნაწილია. სხვათა შორის ამერიკელები ამას ძალიან დიდ პატივს სცემენ და ამას აქ კალციზე კარგად ხედავთ. სხვათა შორის მათთვის, ვინც არ იცით, ამ ეპიზოდს კალჩი აფინანსებს, რომელიც ფაქტობრივად პროგნოზების საფონდო ბირჟაა. ასე რომ აუცილებლად ჩამოტვირთეთ კალჩის აპლიკაცია და გამოიყენეთ კოდი MEIRA-K, MEERA, რომ მიიღოთ $10, როცა $10 ვაჭრობთ. ეს არის კალჩი, KALSSHI. აუცილებლად დააბანდეთ თქვენი ფული იქ, სადაც თქვენი პროგნოზია. ქალების დაცვა სპორტში ისაა, რაც მათ უნდა კონდეთ უფლება გააკეთონ. ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ძალიან უკან არიან, კარგი? და ეხლა მან საქმე წააგო. მას $20,000 გადახდა მოუწევს. და ცხადია, ეს ყველაფერი იმ გიჟური სამართლებრივი სისტემის ნაწილია, რაც მათ აქვთ. ეს არის ის ქალი, რომელმაც ეს ყველაფერი გზა გაუკვალა. ის ძალიან პრობლემური პოლიტიკოსია. კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, რომ ამ აპში, რომელიც ქალების დასაცავად და მხოლოდ ქალებისთვის იყო შექმნილი, დაუშვეს ეს კაცი, ქალი, ტრანსქალი და ეს საშინელებაა. სალ გროვერმა დაწერა: მე სრულიად განადგურებული ვარ. კაცებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ქალები არიან, ავსტრალიაში უფრო მეტი უფლება აქვთ ვიდრე რეალურ ქალებს. სწორედ ქალები არიან დისკრიმინაციის მსხვერპლი და არა კაცები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენნაირი ქალები არიან, მაგრამ გარკვეულწილად არაფერი შეცვლილა. ჩვენ ყველა გავიღვიძებთ ხვალ და კაცები მაინც არ იქნებიან ქალები. საბოლოოდ, სწორედ ამას უბრუნდებით. არ ვიცი, რატომ არის ასე რთული ადამიანებისთვის ამ ნიუანსის გაგება. ნორმალურია თუ მხარს უჭერთ ტრანს ქალებსა და ტრანს კაცებს, მაგრამ მათ უნდა აღიქვამდეთ როგორც განსხვავებულ კატეგორიას ბიოლოგიური ქალებისა და ბიოლოგიური კაცებისგან. იქ კიდევ რაღაც ხდება. უბრალოდ კიდევ რაღაც ხდება იქ. და საბოლოო ჯამში იმის თქმა, რომ კაცის, რომელიც თავს ქალად გრძნობს, უფლებები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქალის, რომელიც ქალად დაიბადა, წარმოუდგენლად პრობლემურია. და ახლა ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ეს არის ქალთა უფლებები. ერთსქესიანი სივრცეები არსებობს ქალების ღირსებისთვის, პირადულობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოებისთვის. ფედერალური სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ დღეს დაადასტურა გადაწყვეტილება, რომ აპლიკაცია Giggle for Girls-მა დისკრიმინაცია მოახდინა როქსან ტიგლის მიმართ. ეს იმედგაცრუებაა ჩვენი ქვეყნის მრავალი ქალისთვის, რომლებიც იბრძვიან ქალების ბიოლოგიური უფლებებისთვის. საკითხი არის სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ კანონი. კოალიციამ სცადა ამ აქტის შეცვლა, რადგან არ არსებობს ბიოლოგიური სქესის მკაფიო განსაზღვრება. თუმცა მწვანეებმა და ლეიბორისტებმა გაერთიანდნენ და დაბლოკეს ეს. დადგა დრო გადაიხედოს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ კანონი. მოხედეთ, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ კანონი არ მაინტერესებს. ეს სხვათა შორის როქსი ტიკლია. კიდევ ერთხელ, ეს შეხსენებაა. ეს შეხსენებაა, რომ ეს არ არის ტრანსსქესიანთა მხარდამჭერი მოძრაობა. გსურთ დებატები ტრანსსქესიანებზე? დიახ, ტრანსსქესიანებზე, არა ტრანსსქესიანებზე. ამაზე შეგვიძლია ყოველ დღე ვიმსჯელოთ და აქ ბევრი ლოგიკური განხილვაა შესაძლებელი. საჭიროა ბევრი თანაგრძნობა და მორალური სიცხადე. მაგრამ იმის თქმა, რომ ქალები არ უნდა იყოს დაცული მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ სივრცეში, სირცხვილია. როქსი ტიკლმა წელს 50 წლის ასაკში ისევ დაიწყო ჰოკეის თამაში. ის თამაშობს ისტ ლაიმორის ჰოკეის კლუბში.
მომიწია დაახლოებით 1 თვე, რომ გამენახა გამბედაობა და ადგილობრივ კლუბს დავკავშირებოდი. ეს გოგო არ არის. ეს არ არის გოგო. ეს არ არის გოგოს ხმა. და როცა ეს გავაკეთე, საჭირო იყო ერთ საღამოს წავსულიყავი მათთან ვარჯიშზე, რომ მესაუბრა, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. საერთოდ მქონდა თუ არა თამაშის უფლება, არ ვიცოდი, ასე იყო თუ არა. და იმ საღამოს რომ ჩავედი, საშინლად მეშინოდა, მაგრამ როგორც კი აქ მოვედი, ისინი საოცრები იყვნენ. ხო, როქსის ნამდვილად აფსხასიათი, ეს უდავოა. იცი, როცა იმ ვიდეოს ვუხურებ, ვფიქრობ, კარგი, მიხარია რომ იმ კაცს ან ქალს აქვს ადგილი სპორტში. მიხარია რომ მათ აქვთ თვითგამოხატვის საშუალება, მაგრამ იმ გოგოებიდან თითოეული ახლა თამაშობს ვიღაცასთან, ვისაც ბიოლოგიურად შეუძლია მათ მილიონჯერ აჯობოს. ეს უბრალოდ უსამართლოს ხდის ყველაფერს. ეს უბრალოდ უსამართლოს ხდის ყველაფერს და ეს არის მთავარი საკითხი საბოლოოდ. ეს არ ეხება იმას, უნდა მიეცეთ თუ არა ტრანსგენდერ ქალებს ტუალეტში შესვლის უფლება. ეს არ ეხება იმას, უნდა მიეცეთ თუ არა ტრანსგენდერ მამაკაცებს ფილმებში როლების შესრულების უფლება. ეს ეხება დებატებს იმაზე, უნდა მიეცეთ თუ არა ქალებს უფლება თქვან, რომ მათ სურთ მხოლოდ იმ ქალების გარემოცვაში ყოფნა, რომლებიც ბიოლოგიურად ქალებად დაიბადნენ. ჩემთვის ეს საკმაოდ სამართლიანი განხილვა ჩანს. და ჩემთვის ჩანს, რომ ავსტრალია კიდევ ერთხელ ისლამისტების შემოყვანით, იმიგრანტების მიღებით და ასეთი რაღაცების დაშვებით ამბობს, რომ ქალები მათთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ჯგუფია. რაც ირონიულია, რადგან ისინი ყველანი ფემინისტები არიან, არა? ეს მემარცხენეები ხომ ყველანი ფემინისტები არიან. როგორც არ უნდა იყოს, გულსადგენია. მადლობა რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს.